ოთარ ფარცხალაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მოტივად ყოფილ მთავარ პროკურორსა და ბიზნესმენ შორის ბიზნესთან დაკავშირებული უთანხმოება სახელდება. პროკურატურა ბრალდებას არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის ფარცხალაძის წინააღმდეგ მოკლულის მეგობრების მიერ მიცემული ჩვენებებით ამყარებს. გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება დაცვის მხარე, ბრალს არ აღიარებს ექს-მაღალჩინოსანი, რომელზეც ახლა საერთაშორისო ძებნა უნდა გამოცხადდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. 9 თვიანი გამოძიების შემდეგ ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილია. გამოძიების ვერსიით, სწორედ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გაუწია ორგანიზება ლევან ჯანგველაძის მკვლელობას. ფარცხალაძე 2013 წლის 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე მთავარი პროკურორის პოსტს იკავდა, მანამდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. რეზონანსული საქმის ფიგურანტები და მთავარი მტკიცებულებები. რეზი ხუციშვილი დეტალებით. ოთარ რომანოვ ფარცხალაძის ბრალდების საქმეში რუსეთის ორი მოქალაქის ჩვენება დევს. საქმის პროკურორის თქმით, ეს პირები საქართველოში საკუთარი ნებით ჩამოვიდნენ და საგამოძიებო უწყებასაც თავად მიმართეს. ლევან ჯანგველაძის ეროვნებით რუსმა მეგობრებმა გამოძიებას ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძეს და მოკლული ლევან ჯანგველაძეს შორის არსებულ ბიზნეს დავებზე მიაწოდეს. ისინი ჩვენებაში საუბრობენ, რომ ჯანგველაძე საფრთხეს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისაგან მუდმივად გრძნობდა. პროკურორის თქმით, გამოკითხულები მიქაძეებსაც ასახელებენ. არსებული ინფორმაციით აღნიშნულმა პირებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. თუმცა სავარაუდოდ ისინი სასამართლოში ჩვენების მისაცემად კვლავ დაბრუნდებიან. ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ ლევან ჯანგველაძე მათ უყვებოდათ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ დაპირისპირება გააჩნდა ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს მასთან და მათ შორის ასახელებენ მიქაძეებს, რომლებსაც დაპირისპირება ჰქონდა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით და ლევან ჯანგველაძე ამ ფაქტით იყო ძალიან შიშობდა და გარკვეული საფრთხეების ნორმები ჰქონდა მიღებული. ის ფაქტობრივი გარემოებები ასევე კიდე მნიშვნელოვან გარემოებებს აფიქსირებენ, თუმცა ამ ეტაპზე მე ვერ დავასახელებ, ვინაიდან ისინი მათ შორის უნდა დაიკითხონ საქმის გარსებით გახსნას. რუსეთის ორი მოქალაქის ჩვენება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის უფლებადამცველებისათვის არაფერს ცulis. გაგი მოსიაშვილის თქმით, პირები საუბრობენ კონფლიქტზე, თუმცა რა ბიზნესს ეხებოდა კონფლიქტი უცნობი რჩება. არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძეს და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი სიგარეტის ბიზნესი გახდა. ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში ოთარ რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ დევს და ბრალდება ფარცხალაძის წინააღმდეგ მხოლოდ ჯანგველაძის მკვლელობაში მჯავრდებული გელა უძილაურის საქმის მასალებს ეყრდნობა. საქმის მასალებში მოწმეთა ჩვენებებით მხოლოდ დასტურდება რაღაცა კონფლიქტის არსებობა. ეს კონფლიქტი არსებობს თუ არა, ან არსებობდა თუ არა, ეს მეორე საკითხი. სწორედ ამას გეუბნებით, რომ ამ კონფლიქტი საერთოდ ბუნებაში არსებობს თუ არა, ესეც დასადგენია. მაგრამ ფარცხალაძე რასაუბრობს ბატონო გაგია? ამაშია საქმე, რომ პოზიცია ჩვენი არის ის, რომ ამ ადამიანებთან არანაირი სახის კონფლიქტი და ურთიერთობა დაძაბული არ ყოფილა და ამაზეა საქმე, რომ ჩვენ ეს ამბავი სასამართლომ, ბრალდების მხარემ, საზოგადოებას გააცნო ისე, რომ ეს კონფლიქტი თურმე რეალურად არსებობდა. საქალაქო სასამართლოში დღეს ყოფილი გენერალური პროკურორის ბრალდების საქმის განხილვა გაიმართა. როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესზე აღნიშნა, საქმეში გარდა მოწმეთა ჩვენებებისა არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებენ ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მხრიდან ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას. პროკურორის თქმით, ფარცხალაძემ ქვეყანა 2025 წლის ივნისში დატოვა და არსებული ინფორმაციით რუსეთში იმყოფება. სასამართლომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცედურა არის შემდეგი, რომ პირველ რიგში ცხადდება ქვეყნის მასშტაბით ძებნა პატიმრობის შეფარდების შემდეგ და შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა. ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ედება. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობისათვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და სანდრო წივწივაძე. ძებნა არის გამოცხადებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ.